ახლა სურსათის უნებლობის სააგენტო ძაღლების მიმართ ვითომ რეფორმის სახელი დაკეთებს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცივილიზებულ და ადამიანურ ქცევასთან. ეს არის სპეციალური ოპერაცია ცხოველების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ კადრებს, სადაც ცხოველები არაადამიანურ პირობებში გადაყავთ სადღაც. ზუსტი სტატისტიკა დამალულია და არაფერი არ ვიცით. სად მიყავთ ასობით ძაღლი, რომელთა კვალსაც მოქალაქეები ვერ პოულობენ. ტყეში ტოვებენ, აძინებენ თუ კრემირებას უკეთებენ. როდესაც პროცესი გამჭვირვალე არ არის, ნებისმიერი ეჭვი საფუძვლიანია. ზუგდიდში 65 აყვანილი ძაღლიდან მხოლოდ 28-ს აბრუნებენ. ადგილზე კი უკვე ელოდებათ პროპაგანდისტული მედია, რათა შექმნან ილუზია, თითქოს ყველას აბრუნებენ. დანარჩენი 37 სად არის მაგალითად? ან ის ასობით ძაღლი, რომელთა წაყვანასაც კამერები არ შეესწრო, ისინი სად არიან? მოკლედ, ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. პრობლემის მოგვარება სადიზმით შეუძლებელია. გამოსავალი არის რამოდენიმე. პირველი, მასობრივი სტერილიზაცია და კასტრაციის სახელმწიფო პროგრამა. მეორე, მკაცრი აღრიცხვა ჯანმრთელი მშვიდი ცხოველების უკან დაბრუნება მათ თავდაპირველ არეალში. მესამე, ჰუმანური განრიდება იმ ძაღლებისთვის, რომლებიც პრობლემას უქმნიან მოსახლეობას, ოღონდ არა მოკლა, არამედ მუნიციპალურ კერძო თავშესაფარში გადაყვანა. საჭიროებიდან გამომდინარე მაღალი დონის თავშესაფარების ორგანიზება. სრული გამჭვირვალობა პროცესში, დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. აი ეს არის სწორი გზა, როგორ უნდა გააწყდეს ეს პრობლემა.